მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო და ტელემაყურებლებო. ჩვენ ვართ ტელერადიო კომპანია Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში. ეს არის გადაცემა რეალური აქცენტები. მე ვარ პაატა ლომთათიძე. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, პოეტი, პროფესორი. ბატონ ვაჟა, მეორე დღეა თბილისის სააპელაციო სასამართლომ თქვენი დიდი ძალისხმევის შედეგად ისტორიული სოფლის ქვემო ჭალის საამილახვროს მიწები გადაცემა გააუქმა საუდის არაბეთის მოქალაქეს, ან უпростоროდ მოქალაქეთა ჯგუფის მიმართ. არაბული სოფლის ასაშენებლად. სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ალბათობით უზენაესი სასამართლო იმავე პოზიციას დაიკავებს, იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე ხილის დაცვის პოზიცია და სურვილი იქნება გააგრძელონ ეს დავა. გილოცავთ თქვენი ბრძოლის ვიტყოდი დიდ შედეგს, რომელიც არ არის ლოკალური და უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს ვიდრე ერთი სოფლის შემთხვევაში. თუ შეიძლება მოგვიყევით, როგორ დაიწყო, განვითარდა ეს პროცესი და საერთოდ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს მიერ მიღებულს რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ქვეყნისთვის? უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ამ მიწებზე ეს იყო მეხუთე სასამართლო, სხვათა შორის პირველი წება სასამართლოებისა, სამივე წება თავისი უზენაესით დამთავრებული მოვიგეთ. ეს მეორე წრეზე ვართ, როდესაც უკვე საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ქონების მართვის სააგენტო, ასევე საჯარო რეესტრი პლუს ქართულ არაბული მხარე, ეს ალთოვერკი, ალ-ბაღდადი და ამერ ჰუსეინ და ესენი და ინგა კურტანიძის მხარე გვიჩიოდნენ და გვეუბნებოდნენ ჩვენ ამ მიწებთან დაკავშირებით. ზოგადად მაყურებელმა და მსმენელმა რო გაიგოს, ჯერ ავხსნი რა ხდება ზოგადად მიწის კანონმდებლობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვა არის აკრძალული. მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს და ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ყაჩაღთა ბანდამ შეიმუშავა კრიმინალური გზა ქართული მიწების გაყიდვის. ეს პირდაპირ უნდა ითქვას, დასამალი არ არის, რომ საქართველოში მე ვაცხადებ, მიწების, ქართული მიწების 70% არის გაყიდული უცხოელებზე, მათ შორის ძალიან ბევრი ჩვენი ისტორიული მტერია. ხდება ასეთი რამე. ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის დეპარტამენტში მოკალათებული ეს ბანდა, რომელიც სხვათა შორის სააკაშვილის დროიდან მოდის, ნაციონალური რეჟიმის დროიდან მოდის და არც ოცნებას არ შეუცვლია ეს ხალხი, პირიქით დააწინაურა, ზოგი მინისტრის მოადგილე გახადა და ასე შემდეგ. კეთდება ასეთი სქემა. ეკონომიკის სამინისტრო ავალებს შესაბამის სამხარე ორწმუნებულს, იგივე გუბერნატორს, რომ მან მიწეროს წერილი სოფლების გარშემო, ძირითადად სოფლების გარშემო მდებარე საძოვრებზე, საძოვრებთან დაკავშირებით, რომ აი ეს საძოვრები, ბუჩქნარი, ტყე და ასე შემდეგ ხوار ითვალისწინებს გამგეობა, მერია, რაიმე ინფრასტრუქტურულ მშენებლობას. ბუნებრივია, რომ ეხლა არ ითვალისწინებს, ჩვენ ხედავთ საქართველოში ახალი არც საწარმო შენდება, არც ფაბრიკა, არც ქარხანა რა. პასუხობს მე ადგილობრივი მმართველობის ორგანო, აქ ინფრასტრუქტურული მშენებლობა არ იგეგმება. აი ამის შემდეგ, სადღაც 2-3 დღეში უკვე ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო, ეროვნული ქონების მართვის სააგენტო ამ მიწის კატეგორიის შეცვლას ახორციელებს. ისე რომ მოსახლეობას არ ეკითხება, ამ სოფლის მოსახლეობას და შეცვლილი კატეგორიის მიწა დაუყოვნებლივ გააქვს გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე.
ბუნებრივია რომ ეხლა საძოვარი სანახირი ადგილებზე იქ ჯერ ერთი რომ წაიკითხონ კიდევაც ეს ელექტრონული აუქციონი ფული არ აქვს ხალხს ხო ვერ მიიღებს მონაწილეობას და ძირითადად ეს კეთდება წინასწარ მოძებნილი უცხოური ჯგუფებისთვის რომლებიც მით უმეტეს ეხლა უფრო მომრავლდა საქართველოში და შესაბამისად ხდება ორნაირი დანაშაული ერთი რომ საქართველოს მოქალაქე ყიდულობს ამ მიწას აუქციონზე და ხოლო შემდეგ უკვე მისი გადაყიდვა ხდება, გადაფორმება ხდება უკვე უცხოელებზე, აი როგორც ახლა ქვემოჭალის შემთხვევაში ინგა კურტანიძემ 100% წილის მფლობელი იყო, მე აქ საბუთები მაქვს ამოგებული ყველაფერი, შემდეგ 2/3 უკვე ალთოვერკი ალბაღდაც და ამერ ჰუსეინს შორის გაანაწილა, ანუ ამასთან ნახეთ ეკონომიკის სამინისტროს ყაჩაღთა ბანდა და ეს ქონების მართვის ეროვნული ქონების მართვის სააგენტო ეს კრიმინალური ბანდა ამ ყველაფერს უწოდებს ინვესტიციას, თვითონ ქვეყანაში ინვესტიციებს იზიდავენ, ანუ ფული შემოაქვს და რაღაც. აი მე ვაჩვენებ ახლა ჩვენ მაყურებელს, აი არაბული სოფელი, რომელიც შენდებოდა, უნდა აშენებულიყო სოფელ ქვემოჭალაში 139 სახლზე, თავისი ბეჭედებით და ყველაფრით. და თუ ამას ეძახიან ესენი ან მეცხოველობის ფერმას, ან ინვესტიციას, ეს არის თითოეული სახლის ინდივიდუალური სახლის პროექტი. რა ხდება მერე? ეს მიწის ნაკვეთი თქვა ქვემოჭალის მაგალითზე 11 მიასედი იყოფა 11 ჰექტარი მაპატიეთ, იყოფა სასახლკარებად 6-7 მიასედებად და უკვე თითოეული არაბული ოჯახი თხოვლობს უკვე გამგეობიდან ინდივიდუალურ ბინადმშენებლობის პროექტზე ნებართვას, გესმით? ანუ თვალს და ხელშუა ის სოფელ ქვემოჭალას ჩვენ ვარ გვეომა, ეს ბრძოლა 2020 წელს დავიწყეთ, რომ გავიგეთ ეს ამბავი. ეს ამბავი არის გაჩენილი ისა მიჩქმალული, ფარული. იყო, ხო, ეხლა ნუ ჩვენ შევისწავლეთ მე მაგალითად 8 ივლის, ამ წლის 8 ივლის 2 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მე ეროვნულ პრობლემათა კომისიის წევრი ვარ, როგორც პროფესორი და მოხსენება მექნება ამ მიწებთან დაკავშირებით. ხდება ესე იგი ამ არაბული სოფლების მშენებლობა მასიურად. ჩვენ როდესაც გავიგეთ ეს ამბავი, მაშინვე დავიწყეთ ბრძოლა, ჩატარდა სოფლის 2 თუ 3 ყრილობა, ხალხი ფეხზე დავაყენეთ, გარკვეულმა ჯგუფმა ჩვენ მოგცა ამისი ნდობა, რომ გვეომა სამართლებრივად და ფაქტიურად საქართველოში სამართლებრივად ქართულ მიწებთან დაკავშირებით აი ჩემი ჯგუფის გარდა არავინ არ ომობს. რადგანაც მსგავსი შემთხვევები ჩვენ გვაქვს ბაზალეთზე, გვაქვს ჯუგანში, გვაქვს თეთრი წყაროში, იგივე ინგა კურტანიძის და ამ ფირმა ალმურუჯებს და ოქროს გედებს და თეთრ არწივებს. კურტანიძე ამაში დასპეციალებულია თუ რა არის? დიახ, ეხლა უნდა გითხრათ, რომ ეხლა ამდენი გავლენა ამას, რომ ესენი 10,000-ობით ჰექტარ ქართულ მიწას ფლობენ სხვადასხვა რაიონებში, ეს იქნება ქარელი, თეთრი წყარო, ხორაგოული, ოზურგეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე რო აქ დავიწყო საკადასტრო ნომრების წაკითხვა, აზრი არ აქვს. გეუბნებით, აი აგერ ამაქვს საბუთები 8-ში 2 საათზე ფუნდამენტალური მოხსენება მექნება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, უკვე მეორე მოხსენება მიწებთან დაკავშირებით. აი ამ ყველაფერს ხელს უწყობს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და ეს ჩვენი ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლებიც ფაქტიურად როგორც მოარული ხმები ამბობენ გარკვეული კეშების საფუძველზე ახორციელებენ ქართული მიწების მასობრივ გაყიდვას და ფულის კეთებას. აი ჩვენ რომ არ გვეომა იგივე ქვემოჭალის ამბავთან დაკავშირებით, ხო? ალბათ იქ უკვე წამოჭიმული იქნებოდა 135 სახლზე არაბული სოფელი. ანალოგიურ შემთხვევას აქ ადგილი სოფელ წინ, ხო? ეს მდებარეობს წარმოიდგინეთ თევდორეს ეკლესიიდან სადღაც 200 მეტრში, წმინდა გრიგოლის ეკლესიიდან სადღაც 150 მეტრში, სამთავისის დედათა მონასტრიდან სადღაც კილომეტრ ნახევარში. ანალოგიური შემთხვევას აქ ადგილი კასპის რაიონის სოფელ წინარეხთან, სადაც მაღალანთ კოშკებთან და ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან
ქვათახევის მამათა მონასტრიდან 1 კილომეტრში 230 სახლზე არაბული სოფელი შენდებოდა. ჩვენ შევაჩერეთ ესა 2 წელი ვიომეთ ამასთან დაკავშირებით და ეხლა აღმოჩნდა ახალი გარემოება კიდევ რომ ეკონომიკის სამინისტრო შევაჩერეთ ეს ზუსტად არჩევნები იწყებოდა საპარლამენტო არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები რომ მორჩა ეხლა აღმოჩნდა ამოყარეთ საბუთები და 5 დღეში ესე იგი ალ-მუჰამედ ალ-საჰაკს ახალ არაბს მიცა ეკონომიკის სამინისტრო 100%-ის წილის მფლობელია. აი ესეთ ერის მოღალატეობრივ პოზიციას ჩადის ეკონომიკის სამინისტროს ყაჩაღთა და გამყიდველთა ბანდა. ეს ღია თუ ნაითქვას, ახლა ჩვენ მოგწონს არ მოგწონს ეს ჩვენ სამშობლოს ეხება. მე შევთავაზე ეკონომიკის სამინისტროს და ეკონომიკის მართვის დეპარტამენტის ამ ყაჩაღთა ბანდას რომ ნებისმიერ ეთერში თქვენი იქნება სხვა საზოგადოებები დამიჯდნენ თავისი მთელი იმითი რა ქვია გუნდით და საბუთებით ველაპარაკები როგორ ყიდიან კი ბატონო როგორ ყიდიან ქართულ მიწაწყალს და როგორ უწოდებენ ამას ინვესტიციას. აი ვაჩვენებ ახლა ხო ამბობ აი ეს არის არაბული სოფელი აჰა აი ბატონებო ეს არის არაბული სოფელი რომელიც უნდა აშენებულიყო ჩვენ ვარ წაგვეგო სასამართლოები ხო ჩვენ შევიტანეთ სასამართლო გორშიც მოვიგეთ პირველ ინსტანციაში და გუშინ ჩატარდა სასამართლო და მე მადლიერი ვარ ასევე სააპელაციო სასამართლოს რომელმაც ზუსტად გაითვალისწინა ეს ყველაფერი იმიტომ რომ როგორც წინა გამგებელი სოფლისა რომელიც გარდაცვლილია ჯერ კიდევ 2018-2019 წლებში იგი წერს კასპიის რაიონის გამგეობას და შესაბამისად ეკონომიკის სამინისტროს რომ ამ მიწის გაყიდვა, საძოვრის გაყიდვა არ შეიძლება ეს იმას ნიშნავს რომ სოფელს თან ეს სოფლიდან მოშორებით კი არ არის რაღაცა თქვა კილომეტრებით ან თუნდაც ასეული მეტრი არა ესე იგი აი სოფელ ქვემოჭალის პავლიანთუბანია და მისგან სადღაც 3 მეტრაში 4 მეტრაში უკვე არაბული სოფლის შენებლობა 1000 კომლიან სოფელს უშენებდი ჩვენ ნახეთ ესე იგი თითო ოჯახი 8 კაცგან შედგებოდა ანუ ამ 1000 კომლიან სოფელს გვერდზე 1500 კომლიან არაბულ სოფელს უშენებდი. ეს არის დანაშაული ქართველი ერის წინაშე. ეს პირდაპირ უნდა ითქვას, ამაზე დიდი ღალატი რა არის. ჩვენი წინაპრები ამ მიწისთვის იბრძოდნენ და სისხლით და ოფლით და მახვილით შეინარჩუნეს ეს მიწაწყალი და ესენი ამას ყიდიან, ხო? ყიდიან, იმიტომ რომ საკუთარი ჯიბები გაისკელონ და შესაბამისად აი ნახეთ, ეს არის სოფლის საძოვარი. ესე იგი, თუ ამას გაუყიდი სოფელს, თუ ამას გაუყიდი სოფელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძროხა აღარ უნდა იყორდიოს სოფელმა, ანუ სოფელი უნდა დაიკეტოს. ერთადერთი შემოსავალი მოგეხსენება სამსახური არ არის არაფერი, სოფელს აქვს თავის შიგა მეურნეობა რა, იქ ქათამია, ღორია თუ ძროხა რა. ანუ სოფელს ალყას ურტყავ და უცხო ტომელებს უსახლებ. ამიტომაც ჩვენ გარკვეული ჯგუფი შევქმნით საბრძოლველად, ნუ იქ ჩემი სოფლელი ქალბატონი თინა გახელაძე და სხვა სოფლელები, ასევე აქედან ცხონებული პაატა კოღოვაშვილი, რომელმაც უდიდესი 8 წლის შეიტანა ამ ბრძოლაში, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი მეგობარი და ბატონი დათო გალეგაშვილი, ასევე მეცნიერებათა დოქტორი, რომლებმაც რამდენჯერმე ღია წერილით, როგორც თქვა საქართველოს რესპუბლიკაში გაზეთ რეზონაში მივმართეთ ჩვენ აი არ დაუშვათ ქართული მიწების გაყიდვა და გამოსავალით შევთავაზეთ ამ ხელისუფლებას ჩვენ მტრები კი არა ვართ საქართველოსი ან ამ ხელისუფლების შევთავაზეთ გამოსავალი რომ პარლამენტის ხდომაზე რომ გაიტანონ ეს საკითხი ატყდება ერთი აჟიოტაჟი რუსთაველის ამზე მავალ ამ იმას რა ქვია ჯოგსაც ეგუნდა და რაღაც ცირკები და ისინი ჩატარდება და შევთავაზეთ მაშინ იყო რატი ბრეგვაძე მინისტრი ხო რატი ბრეგვაძეს დიახ იუსტიციის მინისტრს რომ არის იქ საჯარო რეესტრის დებულება სადაც შეიძლებოდა იქ 24 მუხში მესამე ნაწილში პატარა ცვლილების შეტანა რომ სტატუს შეცვლილი მიწის გაყიდვა უცხოელზე აკრძალული ანუ შენ მიწას ყიდი უცვლის სტატუსს სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას უცვლის სტატუსს და გადაყავს არასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და მიწის ბაზარზე გაგაკ ამიტომაც შეიტანე შენ დებულებაში ეს ცვლილება
და უმტკივნეულოდ მოხდება ეს ყველაფერი. შეჩერდება ეს პროცესი. შეჩერდება, მაგრამ აი დღემდე ეს გაზეთი, აი მაგალითად თარიღდება 2022 წლის 5 სექტემბერი. აი გაზეთი რეზონანსი. ასევე 2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში განმეორებით მე ანალოგიური წერილი საქართველოს რესპუბლიკაში დავბეჭდეთ წინა გვერდიდან დაწყებული, რომ ენახა ხელისუფლებას, რომ უმტკივნეულოდ შეიძლებოდა ამ პრობლემის აღმოფხვრა, მაგრამ დღემდე ეს პრობლემა არ აღმოფხვრილა, ჩვენ გვიწევს ისევ სამართლებრივი ბრძოლა და მე ვიტყოდი, რომ ანალოგიური სიტუაციები იგივე აი ხლა მაგალითად საგარეჯოში სოფელ თოხლიაურთან ხდება ამ ქართული მიწების გაყიდვა, სხვა რაიონებში და სქემა არის ყველგან ერთნაირი. ესე იგი, ესენი ხო ეძახიან ინვესტიციას და რაღაც ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეს სისულელი ეს არის შირმა ამ ყველაფრისა. არაბული უცხოური იქნება ირანული თუ ასე შემდეგ კომპანიები ყიდულობენ თქვათ ათასობით ჰექტარ მიწას, მერე ხდება მისი დაყოფა სასახლკარეებად 6-ია, 7 ან 10 მაქსიმუმ მიასედებად, სადაც უკვე მერე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის პროცესი იწყება. აი ჩვენი თბილისის გარშემო ფაქტიურად კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მიწების 70% უცხოელებზეა გაყიდული, აი კონკრეტულ ლოკაციებს ვიტყვი მაგალითად დიდი სამბით რომ მიდიან ხოლმე იუნკერების იმასთან, რა ქვია, ძეგლთან და ყვავილებს აწყობენ იქ იმ სტელასთან. იუნკერების აი კოჯორთან და ტაბახმელის ამ სვეტთან დაახლოებით 80-100 მეტრაში არის ასევე არაბული სოფელი, სადღაც 230-240 სახლზე. ასევე დიახ, ასევე თველი, კი, რა თქმა უნდა. ასევე გუბერსკის ციხის უკანა მხარე მთლიანად ქართლის დედის ძეგლამდე ირანელებისა. ასევე თოთის მთა, ახლა იქით ლოკაციაზე გადავალ, თოთის მთის დაახლოებით 50 ჰექტარზე თუ 51 ჰექტარი ირანელებისა. ასევე მუხრანის ველი, ასევე არაბებისა, ასევე მარტყოფის ველი, რომ მოვდივართ იქიდან, რა ქვია, ზაგესიდან მარცხენა მხარეს თურქებისა, მარჯვენა მხარეს ირანელებისა, ის ცნობილი ველი, სადაც გიორგი სააკაძე მარტყოფის ბრძოლა მოიგო. და ასე შემდეგ, ახლა მე შემიძლია ყველა რაიონი ჩამოვთვალო. იგივე ქარელთან, ქარელის ტრასაზე 16 ჰექტარი ასევე უცხოელებზეა მიყიდული. თეთრი წყაროში ეგრეთ წოდებული ნაძვნარი, აი ყველაზე კაი ადგილი, ფიჭუნარი უბრალოდ ფიჭუნარი ქვია. ასევე შესასვლელში როა? დიახ, აი ესეთი ის გაყიდულია. დიახ, აი ესეთი სიტუაციებია დღეს საქართველოში, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ხდება ხელოვნურად, ვითომ ინვესტიცია შემოდის, ვითომ ქვეყანა ვითარდება, ამას ინვესტიციას და უცხოელთა მოზიდვას უწოდებენ და სინამდვილეში ჩვენი დემოგრაფიული ვითარება უარესდება და კატასტროფის წინაშე დგება. სქემა კიდევ ერთხელ ვამბობ ასეთია, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ქონების მართვის სააგენტოს ყაჩაღთა ბანდა ქართულ მიწას უცვლის სტატუსს, ძირითადად ეს არის საძოვრების, სოფლების გარშემო მდებარე ტერიტორიები, გააკა აუქციონზე, რომელსაც ელექტრონულ აუქციონს ეძახის და ამბობენ, რომ ძალიან წესების დაცვით ვატარებთ ამას, როგორც წესი ამას ყიდულობენ უცხოელები და აღმოჩნდება ხვალზეგ, რომ ფაქტიურად მიწების უდიდესი ნაწილი უცხოელების ხელში იქნება საკუთრებად. არა და დიდმა ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართული სახელმწიფოს და ზოგადად სახელმწიფოს არსებობის შესანიშნავი ტრიადა: მამული, ენა, სარწმუნოება და აი მამული აღარ გვექნება მიწაწყალი და ვიქნებით როგორც აი თურქეთში ქურთები ცხოვრობენ, სადღაც 10 მილიონზე მეტია, მაგრამ მიწა არ გააჩნიათ, ხო, თავისი. აი ესეთ სიტუაციაში თუ გაგრძელდა პროცესი საქართველოში, ქართველ კაცს თავისი კუთვნილი მიწა არ ექნება. სამაგიეროდ მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტროში შექმნილია ხელოვნური ჯებირები, რომელიც ხელს უშლის ქართველმა კაცმა თავისი მამაპაპეური მიწები გადაიფორმოს. გლეხებს უჭირთ თავისი მიწის, ვენახის, ბოსტნის დარეგისტრირება და აი ეს პროცესი ხელოვნურად არის რაღაცნაირად წინააღმდეგობებით სავსე, რომ ქართველმა ადამიანმა ვერ მოახდინოს თავისი მამაპაპეული მიწების დარეგისტრირება. ამას ყველაფერს უნდა მიხედვა, თორე ეს უკვე საშიშროებას უქმნის
ქართულ სახელმწიფოს ხვალზე ეს უცხოელები შექმნიან პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ მით უმეტეს ბინადრობის უფლების მიცემა და მოქალაქეობის მიცემა უკვე ძალიან ადვილი გახადეს, მიგრაციის ნაკადი კოლოსალურად სწრაფი და ზრდადია და ეხლა ეს დიდ საშიშროებას უქმნის ქართულ სახელმწიფოს. ამასთან ეხლა დაიწყეს კულტურულ არქიტექტურული მემკვიდრეობის გაყიდვა და მაგალითად სოფელ ქვემოჭალაში საფრთხე ექმნება მე-16-17 საუკუნის უნიკალურ ძეგლს გივი ამილახრის სასახლეს, ციხე-კოშკებს, გალავანს, კარის ეკლესიას ღვთისმშობლის სახელობისა, რომელიც თაღლით ერეკლი კუხიანიძემ უნდა რომ ხელში ჩაიგდოს, რომელმაც ასევე თაღლითური გზით 1999 წელს ხელში ჩაიგდო გენერალ ივანე ამილახრის სასახლე გორში სამეფოს ქუჩაზე და მაშინ $100,000 გაყიდა. ასევე ამ სასახლის და ამ ციხე-კოშკების გაყიდვის მცდელობა ჰქონდა სამჯერ, ორჯერ ირანელებზე, ერთხელ ინდოელზე, რომელიც ჩვენ სოფელმა აღკვეთეთ. აი ეს არის რეალობა საქართველოში. ამ კუთხით. მადლობა მობრძანებისთვის, თქვენ მცირე დრო გქონდათ დღეს. დიახ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეთ და ეს საქმეც რაც თავარია, კარგად დაგვირგვინდა და მადლობა მინდა უთხრა ასევე ჩვენ სასამართლოს, რომელმაც ობიექტურად განიხილა როგორც პირველმა ინსტანციამ, ასევე მეორე ინსტანციამ ეს საქმე აბსოლუტურად სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოიჩინა და იურიდიულად მაღალ დონეზე გადაწყვიტეს ეს საკითხი და ასევე ჩემ თანაგუნდელებს თინა გახელაძეს, დათო გალეგაშვილს, სოფიკო სოხაძეს და ყველა იმას, ვინც მხარს გვიჭერდა ამ მამულიშვილურ საქმეში. თქვენს პირადად დიდი მადლობა და